მოკლედ დედაჩემს ყველაფერთან ერთად დაემართა ის რომ საერთოდ გაჯიუტება, საერთოდ იცით როგორ არის ხოლმე, აი ამახსოვრდება რაღაცა, მაგალითად, ერთხელ გავაკეთე, დაამახსოვრდა და მე იმას აკეთებს სხეულის მეხსიერებით, ხო არის, რომ აი რომ შექმნას იგივე სიტუაცია, რასაც რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველა ჩვენ ადამიანი, იმიტომ რომ გვქნით ყოველთვის ნაცნობს და რაშიც მთელი ცხოვრება ვიცხოვრეთ, ანუ აი მაგალითად კონფლიქტში და რაღაცა იგივე სიტუაციებს ვიზიდავთ, იგივეს წარმოქმნით. შესაბამისად, დედა მთელი ცხოვრება იკვებებოდა, იმიტომ იყო მოძალადე მეუღლესთან, იმიტომ რომ დაიჯერა რომ ღირსი იყო მოძალადობის და უკვე რო არ გაერეკა, ამით ტკბობაშიც კი გადადავიდა შესაბამისად. ნახეთ ისეთ სიტუაციას ქმნიდა მთელი ცხოვრება, რომ კონფლიქტი ყოფილიყო, იქ ებრძოლა და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ნახეთ როდესაც ეწყება ხოლმე, ახლა რადგან გმური მყავს, ესე იგი ნერვიულობაზე იგრევე წამებში გამომივიდა ჰერპესი. ახლა ვიდეო უნდა გაგიზიაროთ და ნახავთ, რასაც გულისხმობ. თუმცა აი ამ ვიდეოში, რასაც ნახავთ, ეს მოხდა რამდენიმე ეს მგონი მეორე არის. და გადავწყვიტე, რომ ეს გაგიზიაროთ. თავიდან ჩემ დედაშვილებს გავუზიარე, მეთქი როგორ მოვიქცე, რას ვაკეთებ არასწორად მეთქი რა, აი ამას გასაგებად და თუმცა ახლა აზრი თავად ჩამოვაყალიბე, რა უნდა მოხდეს სხვანაირად, რომ აი ძალიან სტრესული იყო ჩემი ორგანიზმისთვის, იმხელა ნეგატივი იყო. მოკლედ გაგიზიარეთ ახლა ვიდეოს. და ეგრევე ჰერპესი გამომივიდა საოცრება წამებში. და ნახეთ, ესე იგი, ახლა მე სანამ დავაწყნარებ ჩემ თავს, ეს ემოციები მინდა გაგიზიაროთ და მე ვიმუშაობ ჩემ სხეულზე, რომ ეს არ დარჩეს ეს ნეგატივი ჩემ სხეულში ბლოკის სახით, ბლოკის სახე არ მიიღოს, შესაბამისად გაუშვა ეს ემოცია, ვიქრსნა და გაუშვა. და ნახეთ, ესე იგი, რა უნდა ხო, ნახეთ რა ხდება, დედაჩემს ეყვილო და მე აქ მდგმური მყავს, ამიტომ იმის კომფორტი არ მაქვს, რომ დედაჩემს მივცე ყვირილის უფლება, შესაბამისად წამებში რეაგირება უნდა მოვახდინო, წამებში გაყვანა. ანუ ეს ვიდეო სადღაც 2 წუთი გრძელდება, 2-3 წუთი. მანამდე უფრო იცით როგორ იყო, აი მეთქი დაწყნარდება, მეთქი ყვირო და კატია, ყვირო და მოკლედ სანამ მდგმური შეწუხდა, უფრო ძალიან უნდა მომეკიდა დედაჩემს ხელი და სწრაფად გამეყვანა. თავიდან შევდივარ თავიდან იწვა, ანუ ის რა თქმა უნდა ის კურთუკია არ ეცვა, თუმცა ხო და სიყვარულზე დიდი, მოდი დამეხმარე მეთქი ჩავიცვათ მეთქი დამეხმარე, რომ სარეცხი გავრეცხოთ მეთქი, ნახეთ, ის კი არა რომ უნდა წავიდეთ, არა. აი სარეცხი გავრეცხოთ რაღაცა, იმიტომ რომ აჟიტირების დროს მათ არ აქვთ აღქმა სიტყვებს, ანუ არის მის წასასვლელი ვართ ასე და აი უფრო აი ეს მოვლითი გზებით, მოკლედ მოვლითი გზებით უნდა მოხდეს მათი დაყოლიება. აი მაგალითად, მოდი აბა გავისეირნოთ, მოდი აბა ესე და მოკლედ შევაცვით ჩაულებრივად. თუმცა ნახეთ, უკვე ის პროცესი დამახსოვრებული აქვს, რომ დაიმახსოვრა რა, ეს ერთხელ გავაკეთე თუ ორჯერ, რომ აი ეს სწრაფად გადამყავს, თუ იწყებს ძალიან ისეთ ყვირილს. და აი ამას როგორ იყო ადრე, რაც მოსწონდა, იმას ამეორებდა, ხო, შესაბამისად დამახსოვრებული აქვს და აი მომენტში უკვე მიჯიუტდება. ანუ აი ბოლო წერტილს აღარ აკეთებს ხოლმე, გესმით? და ამ დღესაც არ გააკეთა ეს გაჯიუტდა თავიდან ესე გაჯიუტდა და მოკლედ მოვკიდე ხელი და ყველაფერს ვცდილობ რა არის იცით აი ახლა ყველაფერს ვცდილობ რომ სწრაფად დავსვა გავიყვანო რომ აქ კი აღარ იყვიროს გარეთ მოხდეს მისი დაწყნარება რომ არ შევაწყო მდგმურები რომ იმიტომ რომ საერთოდ საცხოვრებელში ვცხოვრობ. გაჯიუტების დროს აუცილებელი ნახეთ ჩემზე აქვს ხო აგრესია ვიღაცა უნდა შემოვიდეს და ვიღაცას ხო უნდა დამეხმაროს წესით და რიგით რომ იმაზე აღარ ექნება ასეთი აგრესია და იმას გაყვება იმას სიყვარულის სენი პირველი. მეორე უნდა დაველოდო რომ დაწყნარდება და აი ასე შეიძლება 1 საათი იყოს აუცილებელი თუმცა მერე რა აი ასე მოხდეს მისი გადაყვანა. თუმცა თუ არ გვაქვს ამ ეტაპზე ეს 1 საათი არ ყავს შემცვლელი როგორ უნდა მოვიქცეთ. აი ნახეთ ეს კითხვა მქონდა საკუთარ თავთან და ჩემ დედაშვილებთანაც მიწერე, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ გავეცით, აი სამონტყოფოშიც რო იყო ხო, რომ უნდათ ხოლმე უცბად გადაყვანა და ვჯიუტდებოდა დედა ესე ხელს მოკიდებდნენ და ისე გადაყავდათ ხოლმე. თუმცა ნახეთ აი
ამაში გამოსავალს ხო ვერ პოვლობ ამ ეტაპზე, აი არ ვიცი, როგორ ანუ არ გაქვს იმდენი დრო ამ ეტაპზე რომ ესე ნელ-ნელა გადაიყვანო, აგრეთვე შემცვლელიც არ ყავს, აი შემცვლელი რო არის ვიღაცას გაყვება აუცილებლად. შემცვლელიც არ ყავს და ერთადერთი რჩება, რომ ასე ძალით თუმცა ნახეთ თუ მართლა ასე არის. რა ვიცი, დამიწერთ კომენტარებში, შეიძლება სხვა რაღაცაც იყოს, გესმით? ანუ სხვა მეთოდიც იყოს. ხა შეიძლება დამიწეროთ წამალი მიეცი, დაწყნარდება და წამალი რომ ისცე და რომ დაწყნარდება, ამასაც დრო უნდა. ანუ როდესაც მე ვამბობ, რომ მოკლე დროში რომ უნდა მოხდეს გადაყვანა. აი ამ დროს რო ნახეთ, ამ დროს ერთადერთი არის, რომ ჩვენ ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ უკან დავდგეთ. თავიდან აი ნახეთ რა შეცდომა დავუშვირ. მე რო უკან წინ ვუდექი რა, წინ რო ვუდექი, თავი იგრძნო როგორ იცით, მომწყდეულად რა, რო ვუბლოკავდი იმას გზას და ანუ უფრო დაიბნა. ამიტომ წინა რო კი არ უნდა მდგარიყავი, მის უკან უნდა მდგარიყავი და აი ესე ნელა ხელით მიდი და ნელა აი ესე რომ ნელა გადადიდედი და წინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მდგარიყავი. ამან უფრო შიში ჩავაგდე. ეს ერთი რა მინუცით დავინახე ხა ამ ვიდეოში. მეორე, აი ნახეთ, უნდა ან ჩემი ხელი, როგორც იცით, შემეთავაზებინა, ან ესე ნაზად კიდე, აი ჩემი ხელი შემეთავაზება, უბრალოდ უკან უნდა მდგარიყავი და ისე რომ აი დამეყრდენი შენით ადეგი, დამეყრდენი დედი, აი ნაზად, იცით რა არის დემენცია, როდესაც გქონი ადამიანი, როდესაც აი კონტროლს გრძნობს, რომ აი ის მაკონტროლებს, მე უფრო ჯიუტდება. აი უფრო ჯიუტდება და უფრო აგრესიული ხდება. შესაბამისად, მეორე შეცდომა ჩემი არის ის, რომ იგრძნო თითქოს მე ვაკონტროლებდი მას, გესმით? აი მე როგორც მინდა, იმას არ უნდა და მე როგორც მინდა ის უნდა გავკეთო. იმას ხო არ ესმის, რომ აქ გმურები არის და რო ყვირი წუხდება, ხო? იმას უბრალოდ ემოციის გამოხატვა უნდა, რაღაცა მოეჩვენა და ყვირის გადიო ვიღაცას ეუბნება და გადი აქედან ყვირო და გესმით? და ნუ მის ჰალუცინაცია ვიღაცას აგდებს, კაცო და ეხლა ვიღაცას ვაგდებ, შენ შემოდიხარ და წამოდიო მე მეუნები, რა თქმა უნდა სტრესში ვარ, ანუ და ვგრძნობ თავს, როგორ თქვა, მომწყდეულად და რა თქმა უნდა, ეხლა ცხოველი ის გვაქვს სხეული და დამეტაკება აბა რას ისავს. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ და ისინი, ანუ უსაფრთხოდ მოხდეს ნაკლები სტრესის გარშემო მოხდეს ეს ყველაფერი, თუმცა მე აი ამ ვიდეოში ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებ. ძალიან დიდი შეცდომას ვუშვებ, წინ ვუდგავარ, უფრო არ თავაზობ ხელს და ანუ რეალურად აქ მაქვს როგორი რაღაცა, იცი რომ სწრაფად გავიყვანო, ვიდრე ხერხები, როგორ ხერხებს მივმართო, უფრო ძალას ვიყენებ, ვიდრე მოხერხებულობას. აი ეს არის ჩემი ამ ვიდეოში ძალიან დიდი მინუსი და გიზიარებთ, რომ თქვენ არ დაუშვათ ეს შეცდომა თუ დრო შეხართ შეზღუდული, სწრაფად უნდა მოხდეს გაყვანა, გაითვალისწინოთ, რომ უკან დადექით, ხელი შესთავაზეთ, 7 გაწონასწორებული ტემბრით, მეც იქ ვიდეოში რაღაც ვერ ვატყობ, რომ 7 გაწონასწორებული ტემბრი მაქვს, ამის გამო ჯერ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, დააწყნარეთ თქვენი თავი და ანუ აი ამ რა ტალღაზეც თქვენ იქნებით, აი ენერგეტიკულად იგრძნობს და შესაბამისად უფრო დაწყნარდება, თუ ასე არ მოხდათ, თქვენზე აქვთ ჰალუცინაცია, დამხმარე ვიღაცა აუცილებლად უნდა ჩაგანაცვლოთ, უკან დადექით, ხელი შესთავაზეთ, ოდნავ მიეხმარეთ, რომ თვითონ და შეცვალეთ, ნახეთ, აი გასასეირნებლად, არა, შენთვის ხდება გასასეირნებლად წავიდეთ, ან აბა კამფეტი ტკბილი თუ უყართ, ნამცხვარი მივირთვათ, აი რაღაცა ესე შემოვლითი გზებით, რომ მოხდეს მისი გაყვანა და არა როგორც მე აი ესე ძალით გავიყვანე, ხო. ჩემი აზრით აი ეს იმ მომენტში და რაც თავარია თუ თქვენი სახლში ხართ, არ გყავთ მდგმურები და საცხოვრებელში არ ხართ და დაელოდეთ, რომ დაწყნარდება და შემდეგ უნდა მოხდეს მათი გადაადგილება. აი ამ ეტაპზე ეს არის, რაც მე დავინახე, ჩემი მინუსები. ამ ვიდეოში და შემდეგ, როდესაც გაიყვანთ, თუ ისევ აჟიტირებული არის, ნახეთ, ეხლა ცოტა დროს ვაძლევ, იქ მარტო არის, უსაფრთხოდ არის და დროს ვაძლევ, რომ დაწყნარდეს და შემდეგ მივალ, ანუ განვერიდე ცოტა ხანი მის დასაწყნარებლად, შემდეგ ისე როგორც კარგი ანა გავახსენდები და მივალ და
დამშვიდდება დედაც და მეც დამშვიდდები. და რაც მთავარია თუ ჩემსავთ აი ესე სწრაფი გაყვანა არის აუცილებელი, რომ რაც აი დღეს მე არ გამიკეთებია, უნდა გავუმეოროთ, მშვიდად ხარ, სიმშვიდეში ხარ, ანუ დაცული ხარ, სიმშვიდეში ხარ, სიყვარულში ხარ, მე შენ გვერდით ვარ. აი ამის მაგივრად მე შევეცადე რაღაც სინდის ნამუზე, არ გცხვენია, ვეუნები 80 წლის ქალს, აი დავიბენი. გესმით 80 წლის ქალი, აი თითქოს მინდოდა რომ რაღაც სინდის ნამუსი ამომუშავებინა დემენცია მქონე ადამიანში, რაშუაში იყო, ხო? აშკარად დავიბენი 4 წლის შემდეგ მაინც აი შეცდომა დაუშვი, მეგონა რომ აი ამას თუ ვეტყოდი, რაღაც აი ის ექნებოდა რომ 80 წლის ვარ, ეს მე არ მეკადრება აი ახლა დემენცია მქონე ადამიანი, როგორ მე შეცდომებზე ვსწავლობ. ამის გამო ნახეთ, მე გიზიარებთ ჩემს შეცდომას დღევანდელს, რომ იცოდეთ, რომ სრულყოფილი არავინ არ ვართ, ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ამით უნდა ვისწავლოთ და მე ვისწავლე და გიზიარებთ ჩემ გამოცდილებას, რომ არასდროს არ დანაშაულოთ თავი, პირიქით თუ დავადანაშაულოთ, უფრო დიდ შეცდომებს დავუშვებთ, უბრალოდ ვისწავლოთ და გამოვასწოროთ შემდგომში. ახლა კიდე ნახეთ მთლიანად რა ვიდეოზე მქონდა საუბარი. დროებით. Dedi, ekolda gavaketi. Gavaketi ne ara var? Dedi, saretki. Akşemi duruyor, ara. Mudi apteki. Ara var. Bu işe, sivarulya işe, adida. Ara, ne sivarulya? Koda sivarulya işe, da geçi akdeda. Dedi, bu işe vakalapı, sivarulya işe. Da geçi, dedi. Sivarulya işe, mudi apteki. Mudi Gadi şiyatlar, gadi, tadi da tayi kone geli koyla. Vedat, kibis muişe, mudi aptaki. Vermişti gadi yakla, gadi. Vayde deda, gadi şehir. Vayde deda. გამახსენდა რომ აი ასეთი აჟიტირებული დიდი ჩემი იყო მხოლოდ ანუ აი ეს ოქტომბერი რო არის ასეთი დედა არ ყოფილა მარტო მაშინ თავიდან ადრე რო იყო პირველად რო იყო ჩამოსული და ძალიან აგრესიული გოგო ცხოვრობდა ჩემთან აი ძალიან აგრესიული რამდენიმე თვე და აი ის პერიოდი დედა ჩემი იყო ძალიან აგრესიული და ახლაც აი ახალი თქმული რო გადმოვიდა შინაგანი აგრესია აქვს ამ ადამიანს დედაც ანუ ენერგიებს გრძნობენ საოცრად დემენცია მქონე ადამიანებს და რადგან სხეული გვაქვს ცხოველის რადგან ისედაც ანუ ნიშნავს ისედაც ნეგატივში არის მიდრეკილება გვაქვს უფრო ამისკენ ეგრევე ჯდება იმ ადამიანის ენერგიაზე გესმით ანუ ეგრევე იღებს იმას ანუ კი მე ვიმოცდილობ ამით თუმცა ის უკვე ისრუტავს მის ენერგიებს მის გრძნობს გესმით ეს ადამიანი სულ აღელვებული არის უწუხილში არის ოღონდ შინაგანად არ გამოხატავს ის გოგო გამოხატავდა შესაბამისად დედა ჩემს გახლავთ აი ასე მდგომარეობაში მყოფი ანუ აი ამას დავაკვირდი ამიტომ ეს არავისი არ არის ეს შემიშვილი დაუკვირდით თქვენთან ერთად ვინ ცხოვრობს
ვინ არის აგრესიის მატარებელი. ესეც მოქმედებს. სხვა გვარად აღიქვამენ. და გაჩერდი ახლა, გაეტრია აქედა. გადი ახლა. მიყვარ ხარ დედი? მოგეწონა ახლა ეს სიტყვები? ჰა? მოგეწონა რაც თქვი? მოგეწონა? ხო არ შეიძლება ასე? ჰა დედა? არა. ყოჩა.